ამის გულს მამა დავით და მამა დავით ლოცვა კურთხევას გთხოვთ დაგლოცოთ. მერტმა დაგლოცოთ და მერტმა გაგაცლიეროთ. დიდი მადლობა. დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა. მადლობა დიდი მადლობა რომ გიპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ კითხვას. მე თუ სწორად გავიგე თქვენი კითხვა ეხება იმას რომ ხანდახან როცა ჩვენ ადამიანები ლოცულობთ ან ვევედრებით უფალს რამეს გვინდა რა თქმა უნდა პასუხი მივიღოთ მყისიერად და გარდა ამისა შეიძლება ადამიანი დადიოდეს ტაძარში ლოცულობდეს და ჰქონდეს ასე ვთქვათ იმის მოთხოვნილება შინაგანი რომ შეიგრძნობს უფლის მყოფობა მე არ გულისხმობ რაღაც გამოცხადებას და ხიბლის მსგავს მდგომარეობას არა შინაგანად იგრძნოს რომ უფალი არსებობს უფალი მასთან და უფალი მასთან მყოფობს ანუ ეს მყოფობის შეგრძნება ლოცვით გამოწვეული იყოს რაღაცნაირად ძალიან შესახები თვალში საცემი თუ შეიძლება ითქვას მაგრამ ხდება ესეთი მომენტები გვაქვს ჩვენ ყველას ხახასიათებს ადამიანებს რა თქმა უნდა სისუსტიდან გამომდინარე რომ ვერ გძნობთ ხანდახან ყოველდღე ამას ანუ შინაგანად ვერ გძნობთ თითქოს უფლის არსებობას ხო მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არავითარ შემთხვევაში მაგრამ ეს სასოწარგოთილების საბაბი ადამიანში არ იმიტომ აი რაშია საქმე ასე იგი ჩვენ ვიცით რომ რა არის უმთავრესი იმისათვის და რა არის გასაკეთებელი ასე მარტივად ვთქვა იმისათვის რომ ესე იგი უფალთან შედგეს ჩვენი ურთიერთობა და ეს შემდგარი ურთიერთობა ანუ ცოცხალი კავშირი ღმერთთან ანუ როგორც ჩვენი წმინდანები ვიამბობენ და ძველი ქართველები ცოცხალი ცხოველი ურთიერთობა უფალთან იყოს ჯანსაღი და იყოს სწორი ესე იგი ამისათვის საჭირო არის პირველ რიგში ის რომ მზად იყოს ადამიანი უფალთან ურთიერთობისათვის ანუ მზად ყოფნა რას ნიშნავს ანუ ესე იგი როდესაც ადამიანი უფალთან ურთიერთობს ჩვენ გვაქვს ასეთი უფალთან შეხვედრის მაგალითები ძალიან ხშირად გვაქვს ჩვენ წმინდა წერილს თუ დავაკვირდებით მაგალითად რომ გვთვალ რომ გადავალოთ ერთი წამით აი მაგალითად ავიღოთ ესეთი მომენტი როდესაც პეტრე მოციქული როდესაც სასწაულისგან გამომდინარე შეიცნობს უფლის ასე ვთქვათ მასთან მყოფობას იტყვის რომ გამშორდი უფალო მე ცოდვილი ვარ და გადაიგდებს თავს წყალში რატომ იმიტომ რომ უფალთან ადამიანის შეხება თავდება ორი რამით ან გამართლებით ან დასჯით და თუ ადამიანი არ არის მზად უფალთან შესახვევი შეიძლება დაისაჯოს და აი რატომ ესე იგი იმიტომ რომ ესე იგი ადამიანი ჩვენ ვიცით ზოგადად მიზანდასახულობა რა არის ადამიანი რატომ შეიქმნა სამოთხეში ხომ აი რატომ გამოვიდა ადამიანის სამოთხე რატომ დაისაჯა იმიტომ დაისაჯა რომ მზად არ იყო იმ ნაყოფის მისაღებად რომელიც თვითონ მისთვის იყო ბოლოს მაინც შექმნილი მაგრამ მზად რახან არ იყო მის მისაღებად ანუ მომზადებელი მიახლა ამ ნაყოფს და ამიტომაც დაისაჯა ხო და ამიტომაც ეს რომ არ მოხდეს ჩვენ აი ეს მდგომარეობა ხანდახან ახლოს მიდის ასე ვთქვათ იმ გაგებასთან ზოგიერთ ადამიანში რომ ღმერთი არის მართლა თუ არ არის თუ არის მაშინ რატომ არ მიცხადებს თავს როდესაც მე ვდგევარ ლოცვაზე აი მაგალითად 23:30 საათი კი ვაკეთებ ჩემს საქმეს მაგრამ 9 საათი ხო გამოვყევი უფლისთვის დავდეხი მთელი გულით უფალთან ულოცულობ და ის შინაგანად თითქოს არ მაგზნობინებს მის არსებობას ანუ რას გამოდის ეს ღმერთი არ არსებობს სინამდვილეში თუ რა ხდება და ადამიანს ეწყება ეჭვები სინამდვილეში პირიქითაა გიორგი თუ დავაკვირდებით ხო ჩვენ სინამდვილეში უფალი კი არა ჩვენ არ ვარსებობთ რამდენჯერ გვაქვს ჩვენ დღეში მაგალითად სინდისის ხმა ჩაბძახის უფალი გვიკაკუნებს და გვეუბნება რომ აი მე მოვედი შენთან ანუ ნუ აკეთებ იმას რასაც ახლა აკეთებ ხო შენ ხო ვიცი შენი სინდისი კარ ნახოს მაგრამ ეუბნები უფალს მაპადია უფალო შენთვის ამცალია ეს იმას გვანიშნავს რომ ჩვენ არ ვარსებობთ უბრალოდ არ გვცალია ანუ პირიქით ჩვენ არ ვარსებობთ უფრო მეტწილად ვიდრე უფალი და უფალი იმიტომაც აყოვნებს ხანდახან თავისი ასე ვთქვათ გამოცხადება შინაგან გამოცხადებას გულისხმობ ამას და თავის ესე იგი ყოფობის შეგრძნებას ჩვენ და რომ ესე იგი რომ ჩვენ არ დავისაჯოთ ესე ჩვენთვის არის რომ ჩვენ არ დავისაჯოთ ამისათვის მაგრამ რა არის ახლა საჭირო ამისათვის რომ მივიდეთ უფალთან ამისათვის საჭიროა რა თქმა უნდა ჯანსაღი თავმდებობა შინაგანი თავმდებობა აი როგორ და მორჩილება ანუ ესე იგი როგორი თავმდებობა და მორჩილება იცით თვითონ სიტყვა მორჩილება ლათინურად წარმოდგება სიტყვისგან homus ასეთი რაღაცა ყოფილა და ნიშნავს ნაყოფიერ ნიადაგს აი წარმოიდგინე ხა ნაყოფიერი ნიადაგი როგორია დავდივართ ამ ნიადაგს ვთელავთ ამ ნიადაგს ვაყრით 1000 გვარ უბედურებას ნაპოდიში და რაღაც ესეთ მასებს ხო აი ფერმას ნაკელს და რაღაც ნიადაგი იღებს ამ ყველაფერს იღებს და გართაქმნის სასიკეთოდ და გვიბრუნებს ჩვენაც ვთქვათ აღორძინებულად და გამშვენებულად ამ ყველაფერს ხო ამიტომ ჩვენ ყველა შეიძლება არის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანის ანტონ სუროჟელის ვთქვათ ნათქვამი ჩვენს ასე უნდა ვიყოთ მივიღოთ ადამიანებისგან ყველაფერი როგორც
რასაც გვაზრდა ყველაფერი მივიღოთ მორჩილებით და ჩვენ ვიყოთ გამცემი, ასევე უშუალოდ როგორც ეს ნიადაგი გასცემს. ანუ შევიმეცნოთ რამენაირად მოვახერხოთ შინაგანად, რომ ესე იგი ვიყოთ აი ჯანსაღ მორჩილებაში. და როდესაც ასეთ მორჩილებას მივაღწევთ, მე უკვე რა თქმა უნდა ჩვენი სწორად წარმართული ლოცვას დაგვეხმარება იმაში, რომ უფალთან მივიდეთ და სწორი ლოცვა ის კი არ არის. ის კი არა ჭეშმარიტი თანმიმდევრობა, რომ ჩვენი თქვენ რომ მე არარაობა ვარ, მე მიწა ვარ, მე ნაცარი ვარ, მე არა. ესე იგი, თანმიმდევრობა და სწორი ლოცვა არის ის, რომ როდესაც აი მაგალითად, აი ხანდახან არის ესეთი მომენტები ადამიანები ჩვენ ვლოცულობთ, ხო? ვლოცულობთ ახლობლისთვის, მეგობრისთვის. შეიძლება ვილოცოთ აი რაღაც ადამიანებსა და გულმხურვალეთ, შემოიკრიბოთ მთელი გზნობები, მაგრამ ამ დროს ასე ვთქვათ, უფალს არ ვეძიებდეთ, იცი? უფალთან შეხვედრას კი არ ვეძიებთ, არამედ სხვა რამე, სხვა მიზანდასახულობაა ჩვენს ლოცვას. სხვა მხრივ არის მიმართული. და ამიტომაც ესე იგი, ერთი შეხედვით აი მთლიანად, ასე იგი რომ რაც შეიძლება ითქვას, აი რომ წერტილი დავსვათ, ხო? ესე იგი ამისათვის, რომ მზად ვიყოთ ადამიანთან, უფალთან შესახვედრად, შინაგანი მზაობა რო გქონდეს ჩვენ ამისი ადამიანებს, ხო, ამისათვის საჭიროა ესე იგი სიჯანსაღე, ნორმალური, ჯანსაღი ლოცვა, ჯანსაღი ურთიერთობა მოზღვართან და ეს სწორი მორჩილება და რაღაც ისეთი დამოკიდებულება უფალთან, რომ აი უფალო, იცი რა, სინამდვილეში მე არა ვარ, შენ მიკაკუნებ მე ყოველ დღე მაგალითად მაჩვენებ აი იმას, რაც სინამდვილეში არ უნდა გავაკეთებ, მაგრამ მაინც ვაკეთებ და მე გეუბნები, რომ მაპატიე, მე შენთვის არ მცალია. და როდესაც რაღაცა ერთხელ მომინდება შენთან ურთიერთობა, ეს არ არის ასე ვთქვათ, როგორი რაღაცა იცით, რომ ესე იგი როცა შენ გინდა, ხომ რაღაცა თითქოს ეს მექანიკურად გაგერთეს, ეს არ არის სწორი. მექანიკური ურთიერთობა რა თქმა უნდა უფალთან არ გამოვა, ხო? ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია და თვითონ ეს ფორმაც, რომ უფალს როცა უნდა რომ გვიცხადებს და როცა არ უნდა, ეს ამნიშნავს ის არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც გარკვეული ურთიერთობის ფორმაა, ხო, ჩვენთან. თორე ახლა ასე რომ ჩვენ ასე რომ გავიწავიდეთ შორს და შეიძლება ადამიანი მაგალითად არსებობენ ეს მე ვთქვი იმ ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიის წიაღში არიან და ხანდახან იმათაც აქვთ რაღაც ესეთი თანმიმდევრობა, მაგრამ რატომ არ მეცხადება თქვა, შინაგან რატომ არ გძნობ უფალს და სინამდვილეში გძნობ მე იმის თქმა მინდა. სინამდვილეში უფალი ჩვენთან არის. უფრო მეტიდად ვიდრე ჩვენ ავართ მასთან. მაგრამ ხო შეიძლება თქვა არსებობენ ესეთი ადამიანები, აი როგორებიც იყვნენ, მაგრამ თავს პირდაპირ რაცხენ ათეისტებად, ხო? ახლა თვითონ სიტყვა მოიტანა ახლა თქვა და პირდაპირ ამბობენ, რომ უფალი არ არსებობს. ხო არის ეს დამოკიდებულება და სინამდვილეში შეიძლება, როდესაც ძირითადად გულის გულამდე რო ჩავწდებით ამ ადამიანების პრობლემებს, ხო ხშირად თუნდაც ასე როგორი რაღაცა ხდება, ძალიან საინტერესო არის, რომ ხშირად ესენი ათეიზმს ასე თქვა იყენებენ ნიღბად, რომ რაღაცისგან თავი დაიცვან, იცი? რაღაც გაუბედურებულები არიან და აი რაღაცისგან რაღაცა გაამართლონ, თავიანთი ნამოქმედარი. იმიტომ რომ უფალი რომ არ არსებობდეს, უფრო ადვილია გამართლება თავისი ქცევისა. ახლა ამასთან დაკავშირებით დავით ახლა შეიძლება ცოტა გადავუხვიეთ ემას, მაგრამ მახსენდება ერთი და მითხარი აბა გისმენ. არა, თუ არის ეგეთი მომენტი, რომ თავის აქციელი უნდა ისე გაამართლოს. დიახ, აი მაგის მინდა ერთი. დიახ, თუ ამართლებენ ამ თავის აქციელს, რომ აი ეს ჩვენ ახლა ჯერ იმაზე ხო ვისაუბრეთ, რომ მაგალითზე რომელიც უკვე ადამიანს წამს ღმერთის არსებობა, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს იმით არის უკმაყოფილო, რომ აი უფალი არაჩვენებს თითქოს ასე მასვე უნდა მაშინ. იმიტომ არ არის მზად ადამიანის მისაღებად, მაგრამ არის ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი ამართლებს, როგორც უკვე თქვით, თავის აქციელს. ესეთი შემთხვევა იყო ცნობილი, ესე იგი საფრანგეთში მოხდებოდა ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც თავიდან იყო ათეისტი, როგორც თვითონ ამბობდა, რომ მე ვარ ათეისტი და ჩვეულებრივად თქვა სოფლის მღვდელთან მოუწია საუბარი და ამ მღვდელმა უთხრა, რომ მოусმინა ეს როიციან ასე სიამაყით რო გეუბნებიან, იცი რა მე ათეისტი ვარ და რაღაცა ესეთი არგუმენტებით რომ შეერაღებელი მოდიან რაღაც მეცნიერული ათეიზმით გაჟღენთილნი და ისა და მოეროდა რომ ახლა ეს მღვდელი დაუწყებდა რაღაცა კამაც ხუბს. იცი რა ამ სასულიერო პირმა უთხრა, რომ იცი შვილო, ეს არ არის პრობლემა, ღმერთს ამით არაფერი დააკლდება შენის გწამს თუ არ გწამს. უბრალოდ შენ მოდი სახში ახლა როდესაც მიყვა დაუკვირდი შენს თავს და დაფიქრდი იმაზე რომ რაში დაგჭირდა და როდის დაგჭირდა რომ უფალი არ არსებულიყო. ანუ რა მოხდა შენ ცხოვრებაში ასეთი. და დაუკვირდა მართლა ადამიანი თავ ცხოვრებას, გადახედა ჯერ იმ პერიოდს როდესაც სწავლობდა რაღაც ღვთისმეტყველო ინსტიტუტში სხვათა შორის, იქ ვერაფერი იპოვა, შემდეგ რევოლუციამდე რუსეთში ცხოვრობდა, იქ ვერაფერი იპოვა ასეთი და ბოლოს გაახსენდა ასეთი რაღაცა, რომ თვითონ 5-6 წლის ყმაწვილი რო იყო და დაყავდა ძიძას ეკლესიაში წელვის მოსასმენად. ხო, დედმამის კურთხევით ასე ვთქვა. შემდეგ ეკლესიის შესასვლელში იჯდა ერთი უსინათლო ყატაკი და რომელიც აი ეს ბავშვი თითო კაბიკს უგდებდა თითო მისვლის დროს. ეს იყო და მიშენ დადგებოდა რა უფალს ლოცულობდა როგორც შეეძლო, ხო? იდგა თავის ძიძასთან და შემთხვევით დაინახა ერთხელ გასაყიდი მშვენიერი ხის ცხენი.
და მშობლებს უთხრა რომ აი მიყიდეთ რა და მშობლებმა არ უყიდეს ეს ცხენი და იფიქრა რომ მოდი ხარ რას ვიზამ ვიცი რომ ამ ერთ კაპიკიანებს მოდი აღარ ჩაუგდებ შევინახავ დავაგროვებ 6 კაპიკსო და ვიყიდიო 5 ჯერ ისე გაია რომ არ ჩაუგდო და მე-6 ჯერ უკვე ვეღარ მოითმინა და მე-6 კაპიკიანი ამოაცალა მოიპარა შემდეგ ვეღარ დადგა უკვე სიმბავშვია ხო ბავშვის ბუნება უფრო როგორია ხო ვეღარ დადგა წინ მოეფარა სვეტს და იმ ძიძამ როცა უთხრა მშობლებს რომ ასე მოიქცეოთ ხო ეს ბავშვი რაღაცა წინ აღარ დგებოდა რომ მშობლებმა შეათვალეს რომ ეს უფრო გაიზარდა სულიერად და უკვე ახლა შინაგანი ისინი დაეწყო და არ შეათვალეს ეს არაფრად და სახლში როდესაც მოვიდა ეს ბავშვი მერე მისი ძმა სადღაც სხვა სასწავლებელში სწავლობდა და მოვიდა რაღაც დარვინის იდეებით გაჟღენთილი და შემდეგ რა გააკეთა ამ ბავშვმა იფიქრა რომ იცი რა ხო ჯობია რომ ღმერთი არ არსებობდეს მე ეს უფრო ჩემს სინდის ეს დაამშვიდებს უფრო ხო იმიტომ რომ თუ ღმერთი არ არსებობს მაშინ ესე იგი ამას ვერავინ ვეღარ გაიგებს რომ მე ეს გავაკეთე ანუ ეს პრობლემაა ხო წამოვიდა აქედან და აქედან წამოვიდა მისი არ მაგრამ მე ბოლოს ეს იმდენად მოიქცა აქედან გამომდინარე რომ გაახსენა იმ მღვდელმა ეს ყველაფერი ანუ ძირამდე ჩავიდა სულიერ პრობლემა საიდან წარმოიშვა მე თვითონ ეს კაცი გახდა სასულიერობითი თვითონ ეს ადამიანი ვისაც ეს შეემთხვა ხო ეს ყველაფერი ანუ ხშირად ჩვენს გარშემო რომ არიან ესეთი ადამიანები ხო იმის თქმა უნდა რომ არ უნდა ერთბაშად იმ დაჯახება დაპირისპირება ჩხუბი და რაღაცა თითქოს ამით შენი სარწმუნოებისაც დაცვა თორემ შედეგი შეიძლება ნული იყოს ამ დროს შეიძლება ადამიანს რაღაცნაირად გაუგო იცი ადამიანო დაელაპარაკო შეგეცოდოს იფიქრო რომ ის ხო არ არის ის ბავშვი დაინახო შეიძლება იმ ადამიანში რომელიც ასე რაღაც ასეთი ტკივილი აქვს ბავშვებიდან გადატანილი და შეიძლება უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ მაგრამ ყველაზე მე არსაობ რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში არის გაცილებით მძიმე შემთხვევები როდესაც რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ შეასმენ ადამიანს მაგრამ იმის თქმა მინდა ზოგადად რომ ასე იგი უფალი მაინც იმდენად მოყვარულია ჩვენ იმდენად სითბურა სიხარული ეს თავის მყოფობას ყოველთვის გვიმტკიცებს და ყოველთვის მოდის მაშინ ჩვენთან როდესაც მზად ვართ მასთან შესახვედრად უბრალოდ ამის თქმა მინდოდა და მამო თუ არის მამო შემთხვევები რომ როცა სიტყვაზე ამ ყველაფერს აკეთებ და შემდეგ ნუ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ბოროტი ძალა გიწყობს იმას ხელს რომ სიტყვაზე რასაც თხოვ რომ აგირიოს ეს და რაღაცა სადღაც იქითკენ წაგიყვანს იმიტომ რომ სამწუხაროდ ადამიანი ისეთ დაცემულია სულ ფიქრობს აი მე მაგალითად ისეთი თხოვნა არ მინახია კაი ხანი არ გამიეხა პირადში არ ვიცი მაგრამ უბრალოდ ჩემ სამეგობროში და თუნდაც აი რაღაც ვიწრო წრეში რომ ადამიანს ეთქვას რომ აი უფალო აი მაცხონე რა სულ ყველა რაღაც მატერიალურზე ეს ამეწყოს ის ამეწყოს რაღაცა და თუ არის ეს შემთხვევა იმისა რომ აი ბოროტი უშვებს იმას რომ სიტყვაზე იმედ გაცრუება დათესოს გარკვეული მამაო რომ ჩვენ აი მე აუ ღმერთო აი რა დავაშავე რა ამდენი ვილოცე და მოდი აღარ ვილოცებ იმიტომ რაღაცა და მოგწყვიტოს უფალს ხომ არ ხდება ეს ამიტომ მამაო და აბსოლუტურად მართალია თქვენ გეტყობათ რომ თქვენ გააქვთ ძალიან სულიერი გამოცდილება ამისი და რა თქმა უნდა თქვენ სიტყვის სიტყვაში ჩანს ეს რომ ეკლესიური ადამიანი ბრძანდებით და ესე იგი რა თქმა უნდა არის ამის მომენტები თვითონ ჩვენ კი არა პავლე მოციქულს ებრძოდა ბოროტი და ის ამბობდა რომ ვაკეთებ იმას რაც არ მსურს მე თვითონ ანუ ადამიანი მიდრეკილია ზოგადად ბოროტის მანქანებით და აკეთებს იმას რაც არ სურს რაც არის არ არის მისი სულისათვის სარგო და რა თქმა უნდა ესე იგი ყველნაირად ცდილობს ბოროტი რომ ესე იგი ადამიანს რაღაცნაირად ჩააგონოს უფრო ის სავედრებელი შეავედრებინოს უფალთან რაც მის უპირველეს ყოვლისა სულისთვის სარგო კი არ არის რა თქმა უნდა უფრო მატერიალურში გადაიზრდება ხო არა და უფალი ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენ უბრალოდ თითოეულ მომენტში თითოეულ ჟამს უფალი რა თქმა უნდა ისმე ჩვენ თხოვნას მაგრამ რა შემთხვევაშიც როდესაც ჩვენ რა თქმა უნდა საჭიროა ყველაფერი თუნდაც ის ელემენტარული რაც ადამიანს ჭირდება არსებობისათვის მას მის ოჯახს მის მეგობრებს სახლი კარი ჩასასმელი ყველაფერი რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ პირველად ეძიებდეთ სასופველს ღვთისასა და სიმართლესა მისა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ გეუბნება უფალი იმიტომ რომ თქვენ სანამ ემთხოვდეთ იქამდე ვიცის უფალმა რა იგიხსნო თქვენ ანუ რაც გჭირდებათ სანამ თხოვთ იქამდე ვიცინე ყველაფერი უფალს უბრალოდ უნდა რომ ჩვენი შინაგანი მზეობა დაინახოს რომ ჩვენ პირველად ვეძებდეთ მასთან ყოფნას მასთან გამართლებას სიმართლესა მისა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თავისთავად შეგვეძინება ჩვენ და ესე იგი რა რისი თქმა მინდა ეცით რომ აი წეგან იმაზე რომ საუბრობთ და ეს რაღაცა მინდა დამემატებინა და ახლა თუ შეიძლება დავამატებ რომ ანუ რა არის სწორი ეცით რომ სწორი არის ასეთი დამოკიდებული რომ აი მე ვთქავარ მე ვლოცულობ მე ვევედრები უფალს მაგრამ უფალი არ მეცხადება და არ მაგძნობინებს შინაგან ესე თავის არსებობის თავის მყოფობას ჩემში და ეს ამას ალბათ იმიტომ აკეთებს რომ მე მცდის და როცა გავადრო გამომეცხადება ანუ
მაგრამ ეს რა გამოდის ადამიანი სამპარტანულად ამით ადამიანი ამბობს რომ მე ისეთი მაგარი ვარ რომ უფალსაც ვუთმენ ხედავ რა მაგარი ვარ იმ ხეცეთი მოთმინება მაქვს რომ უფალს ვუთმენ ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი ანუ ესე იგი უფალი როდის გამოაცხადა ეს თვითონ იცის უფალმა რას შეუსრულებს როგორ შეუძლებს რაც არის მისთვის სულისათვის საჭირო რა თქმა უნდა იმას აკეთებს და ჩვენ ხშირად ძალიან ბევრ სათხოვარი გვაქვს უფალთან ვებედრებით მაგალითად რომ სახარები ნახო გვაქვს მომენტი ასეთი რომელიც თქვენთაგანი არის ასეთი რომ მამას შვილმა თხოვოს მაგალითად თევზი და გველინის წესო და ან პური თხოვოს და ქვამის წესო და თქვენ მამას რამდენჯერ უფრო მეტწილად და მეტად უფრო უყარხართო ხო მაგრამ ხანდახან არის ასეთი მომენტები რომელსაც ადამიანი ევედრება და უფალს არ უსრულებს ამას არ არის მისი სულისათვის სასარგებლო და შენ როდესაც არ მოეშვება ადამიანი ხო ჩვენ ვიცით მაგრამ ხო სიტყვას რამდენი დიდი მნიშვნელობა აქვს ხო სიტყვითა შეიძლება გამართდეს სიტყვითა შეიძლება დაისაჯო ხო არის ნათქვამი და შენ როდესაც არ მოეშვება ადამიანი შენ შეიძლება შეუსრულდეს ის თქო ადამიანს და მე მთელი ცხოვრება იდანჯება ამაში აი თუნდაც რაღაც ასეთი მომენტი როცა უყვარს ადამიანს და უნდა მეორე ადამიანთან ოჯახი შექმნა ევედრება უფალს და შენ მთელი ცხოვრება ასე ვთქვათ თავში საცემად აქვს ხელი იმიტომ რომ არ შეწყვიტა მის ევედრება არ შეწყვიტა და ის ახლა მდგომარეობაში ვარდება ადამიანი აი დედას რო პატარა ბავშვი თხოვს აი მომეცი მაინახათან სამართებელი ან დანა მომეცი უნდა ვითამაშო და არაძლევს და მე ხო შეიძლება რომ ხო ზიანი მიაყენოს ამ ყველაფერმა და ანუ თავარი ამოსავალი ჩვენთვის უნდა იყოს რომ ვეძიოთ სასופველი ღვთისა და მისი სიმართლე და ყოველივე რა თქმა უნდა შეგვეძინება ჩვენ და ეს თითოეულ წუთს თითოეულ ჟამს თითოეულ მომენტში უნდა ვეცადოთ რამენაირად რომ აი შინაგანად მივაღწიოთ იმ მდგომარეობას რომ მივხვდეთ თუნდაც იმას რომ ღმერთი თუ არ გვეცხადება რაღაც შემთხვევაში ეს თავისი არ გამოცხადებაც არის ერთგვარი გამოცხადება ერთგვარი ურთიერთობის ფორმა მისი ჩვენთან და ამის არ უნდა შეგვეშინდეს და რაღაცნაირად აი სასწაულთლებაში არ ნევიდრიკოთ და ჩვენი თვეულით ხომ რა თქმა უნდა შესმენილი იქნება თუ ადამიანი ერთი პირით ერთი გულით ჩვენი სამწყსო თუ ევედრება რა თქმა უნდა უფალს ამაში რა თქმა უნდა დარწმუნებულია თითოეული ქრისტიანი იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტესთან არავინ მისულა ჯერ ისეთი გულწრფელით სინანულით რომ ის ხელსარიერი გაეშვას უფალს ასეთი ადამიანი არ არსებობს არ მისულა არც ერთი ცოდვილი უფალთან რომ შენდობის გარეშე გაეშვას უფალს თუ რა თქმა უნდა ჭეშმარიტად ინანიებს ადამიანი იმიტომ რომ ნათქვამია მისდერ გჭენებით დაცემნა და უფალმა ხელი არ მოიპყრა მე ხო არის სალმონებში ანუ ესე იგი ჩვენ კი გასაგებია მე-11 ჟამის მუშაკები ვართ და ბოლოს გვახსენდება უფალი მაგრამ ამ ჩვენს ბოლოს სინანულსაც იწირავს უფალი თუ ეს რა თქმა უნდა წრფელი გულით არის წამოსული და თუ ამას შინაგანი სიყვარული უდევს საფუძვლად გულწრფელი სიყვარული უდევს საფუძვლად სიჯანსაღი უდევს საფუძვლად და არის მარადის ასე თქვა სულიერი სრბოლის სწრაფვის სულიერად გაზრდის მარადიული სურვილი და არანაირად სიზარმაცე არც სულიერი არც ხორციელი დიდი მადლობა მამო თან ხომ არ არის ისე რომ აი სიტყვაზე ვინც აი სიტყვაზე სასופველისკენ სასופველზე ფიქრობს და აი 60-ისკენ ისწრაფის ხო იმას ძალაუნებურად აი თუნდაც იმ ადამიანისთვის უფრო ადვილი არ იქნება თუნდაც რომ გაუჭირდეს ეს გასაჭირი იქნება ადვილი გადასალახი და ადვილი გადასალახიც იქნება და არც არაფერი არ იქნება და როცა ბოროტი შეხედავს რომ ამისთვის ეს არაფერი არ არის ხო სიტყვაზე აი თუნდაც ქონება თუნდაც ნებისმიერი რაღაცა უფრო მე აი ამით რომ ვეღარ მოუშლის ნერვებს ხო არ მიუშვებს თქო და ისე მისცემს სიტყვაზე რაც საჭიროა მისთვის ანუ აი თუ ადამიანი იფიქრებს ცხონებას დანარჩენი გაჭირება მისთვის ხომ ეცოდინება რომ უფლისგან არის და ადვილი გადასატანი იქნება თვითონაც არ ჩავარდება დეპრესიაში რა თქმა უნდა ზუსტად ამის თქმა მინდოდა რომ ვთქვით რომ აი პირველად რა თქმა უნდა ცხონებას სასופველის გზაზე და სასופველზე და მისი მართლაზე უნდა ვიყირო და ამაშინ როცა ადამიანი ჭეშმარიტ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს როგორ სულიერ სიმშვიდეს ისი ღვთის სასופველს საკუთარ გულში ვინმეს არ ეგონოს რომ სასופველი როგორც თვითონ სახარება გვამბობს ადამიანი დახუჭავს თვალებს გაახელს და მერე იწყება სასופველი ღვთისა ჩვენს გულებშია ხო როგორც მომბოს უფალი თუ ადამიანმა აქ არ მოიპოვა სულიერი სიმშვიდე და აქ არ დაწყო მასში ასე თქვა და მაშინ არ დაიბადა უფალი არ ცხოვრობს ქრისტე თითოეულ ადამიანში ხო მაშინ რა თქმა უნდა სასופველი და თუ ასე ადამიანი მოიპოვებს ამ სულიერ სიმშვიდეს ამ შინაგან სიმშვიდეს მაშინ ყოველგვარი ასე თქვა ტრაგედია მის ფერხთით დაემხობა იმიტომ რომ ეს ყველაფერის განსასწრელი მოსავალი ადამიანზე ღვთის დაშვებით ხდება და ხდება კიდევ იმისათვის რომ აღსრულდეს უფლის უდიდესი განგება და უდიდესი გეგმა თუ შეიძლება ითქვას რომ როგორმე ადამიანის სული გადარჩეს მარადისობისათვის ამ წუთის სოფლიდან მარადისობისათვის და ეს ხშირად რა თქმა უნდა ტკივილის მომგვრელია ჩვენთვის ადამიანთათვის ეს სიზუსტე მაგრამ რა თქმა უნდა რაც უფლის დაშვებით ხდება და საფუფლის მიერია ბოროტიმცა რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედა ხო როგორც გვეუბნება დიდი შოთა უფლის ქმედება არ შეიძლება იყოს
იყოს ბოროტი და არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ უარყოფითის მომდანი ადამიანისათვის. ის არის მის საცხოვნებლად. საქმე იმაშია ჩვენ ვერ ხვდებით იმ მომენტში რა შეჭირდება ეს უფალს და როგორ გვაცხოვნებს, მაგრამ უფალი იმდენად დიდია და იმდენად უსასრულოა და იმდენად იმის წინაშე ჩვენ არაფერი არა ვარ და სათუმტრის ნაწილიც არა ვარ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ აი რაღაცნაირად ჩვენ გავაკეთოთ კომენტარი თითქოს იმაზე, რომ აი უფალი ამას რატო აკეთებს და იმას რატო აკეთებს, ხო? ამაზე უდიდესი მოაზროვნეები დაფიქრებულან, უდიდესი წმინდანები, იგივე თქვათ, წმინდა ეგნატე ბრანჩანინოვი, რომ ახსენოთ ყველანი ძალიან ბევრი ფიქრობს ამ ყველაფერს და ყველა მიდის ასე თქვათ იმ დასკვნამდე, რომ ესე იგი რაც ხანდახან ჩვენთვის არის მტკივნეული, რასაც ჩვენ ხან სიკეთეს უწოდებთ, ან ბოროტებას უწოდებთ, ან კარგს უწოდებთ, ან უწოდებთ, ეს არის ჩვენი ადამიანური გონებიდან გამომდინარე, ჩვენი მიწიერი, მდაბალი, უმცირესი გონებიდან და უმაღლეს გონთან შედარებით, რა თქმა უნდა, ჩვენი გონება მიდათ მიწიერნად გამიწიერებულია, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით. არა როგორ შეიძლება მაგალითად ამაზე ან გამსაჯოთ უფლის მოქმედება, ჩვენ ერთადერთი ვიცით, ეს არის კეთილი, ეს არის სიკეთე, ეს არის მყოფი არსება, სიყვარული. ანუ ეს ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე ახლოს მიდის ხო უფალთან. და მან სიყვარული შექმნა არაფრისგან ყველაფერი მყისიერად ერთ წამში სიყვარულით შექმნა ანგელოზები, ადამიანები ყველანი, რა თქმა უნდა ეს სიყვარული, ის სიყვარულად რჩება ყოველთვის. ის ყველგან არის და ყოველთვის სიყვარულია. მისი ურთიერთობა ჩვენთან არ იცვლება იქიდან გამომდინარე ჩვენ ცოდვილები ვართ, ის მაინც სიყვარულად რჩება და მაინც ჩვენი მოყვარულია და მაინც ჩვენი მამა. ჩვენ ვიცვლდებით უფალთან შედარებით. ჩვენ ვიზით საკუთარ თავს და ამიტომ უფალი ყოველდღე ცდილობს რომ გვაცხონოს და რაღაცის რა მეთოდებით რა თქმა უნდა მას უნდა მივანდოთ და არის ამას ჭირდება კი რა თქმა უნდა გეთანხმებით ამასაც სულიერი ძალა ჭირდება რომ დავინახოთ უფლის განგება თუნდაც იმ ტკივილში იმ სიმწარეში რა ჩვენთან მოდის მაგრამ გულწრფელი როცა გულწრფელი სინამდვილე გულწრფელი აღსარება ხშირი ზიარება რა თქმა უნდა გულწრფელად ხომ როგორ ჩვენ უწმინდესი გვაკურთხებს რომ რამენაირად მოხდეს რომ ადამიანი მოხდეს ხშირი მიახლება ადამიანისა უფალთან ხშირად გაუყოს ადამიანმა გულისკარები უფალს და მოხდეს აი ადამიანსა და უფალს შორის შეხვედრა სინერგია აი ეს თუ მოხდება რა თქმა უნდა ხშირად ადამიანის კარი უფრო გულისკარები უფრო გაიღება და უფრო შემოვა უფალთან და როგორც აი ჩვენი ცნობილი გამონათქვამი ჰე მოდი უფალო თითოეული აი თითოეული ადამიანის გული თუ იქნება თქვა ამ გამოძახილზე დაყრდნობილი მაშინ გაცილებით ადვილი იქნება ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სიცოცხლე. იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები არიან სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული და მაშინ მოდის მასთან უფალი და მაშინ გრძნობენ უფლის არსებობას, იცი? ძალიან საინტერესო მომენტია, მაგალითად ერთხელ მახსენდება იგივე ანტონ სუროჟელის ის გამახსენებს სულიერი შვილის დამოკიდებულება, როგორ იყო ზოგადად. თავიდან ურწმუნო იყო ეს ქალი. შემდეგ მოძღვარმა აუხსნა, რომ აი სარწმუნოება, აი ბიბლია წაიკითხე და ისწავლე და შეიმეცნე, ხო? გახდა ღვთისმოსავი. უცებ თავის ცხოვრებაში შემოვიდა საშინელი ტრაგედია. უკურნებელი სცენი დაავადდა ეს ადამიანი. დაავადდა და მისწერა თავით მოძღვარსო, მამაო, მადლობა იმისათვის, რომ მე შენ ასე ვთქვათ, გამიხსენი სასופევლის გარები. მადლობა ამისათვის და მე ვგრძნობ უფლის მყოფობას. შეიძლება ბევრი ადამიანს გახარებოდა ძალიან აი მოძღვარსო, აი მე რა სულიერი შვილი მყავს. გავუხსენი ყველაფერი ადამიანი სასიკვდილო სარეცელზეა მიჯაჭვული და აი უფლის მყოფობა შეიგრძნო რა კარგია არა პირიქით იცი რა უთხრა რომ იცი რაო ეს არ გაგრძელდება დიდხანსო შენ უცას დაიწყებ შენი ძალები დასუსტებას მოკლებას დაიწყებსო შენი ფიქრი რომ ღმერთი აღარ არსებობს დაიკარგა უფალიო და მზად იყავი ამისათვის მართლაც მოხდა ასეთი რაღაცა მართლაც მოხდა ასეთი დამოკიდებულება რომ ეს ქალი მე მისწერს რომ მართლაც ასე ვარ მამაო რომ თითქოს დაიკარგა უფალი თითქოს ეს ყველაფერი გაქრა მასთან ურთიერთობა მე აღარ შემიძლია მასთან ურთიერთობა ვეღარ უზნობ მას ვეღარ მივდივარ მასთან და ამის შემდეგ ხდება ასეთი რაღაცა რომელსაც უკვე უქადაგებს ეს და უქადაგებს ამ ჭეშმარიტ მორჩილებას რაზე ჩვენ წინაზე გვქონდა საუბარი ამ სიჯანსაღეს უფალთან დამოკიდებულებაში ხო და ეუბნება რომ ყველაფერი მიიღე ის ადამიანებისაგან ყველაფერი მიიღე ისეთი როგორც ისინი გაძლევენ მიიღე მორჩილებით მიიღე თანამდებობები და შენ გაეცი ყველაფერი ხო იმ ადამიანმა ისიც კი მიიღო ასე ვთქვათ უთვლინებად რომ თავის მაქმარმა მიატოვა ვეღარ გაუძლო ამდენ თავისი ცოლის ავადმყოფობას მიიღო ასეთი ყველაფერი მიიღო ჩვეულებრივ მოცემულობა და შემდეგ უკვე მისწერა უფალს რომ აი მისწერა იმას მოძღვარს მაი მამა ვიცი როგორ სიტუაციაში ვარო რომ მე კი დავსუსტი მე აღარ შემიძლია ყოფთან ურთიერთობა მაგრამ უკვე უფალი მოვიდა ჩემთან და ეს არის რაღაცა საოცარი როდესაც უფლის არ მყოფობა თითქოს ყოფობა იგივე და საოცარია როდესაც აი ადამიანის ასეთ მდგომარეობაშიც კი ამ განსასწრებშიც კი ადამიანი პოულობს უფალს და რა თქმა უნდა გამართლებულია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფლის განმეორება ადამიანი შედის სასופველში და ეს ჩვენგან რა თქმა უნდა ტკივილის აღმძვრელია რა თქმა უნდა მაგრამ ეს უფალმა იცის მაგრამ ერთი ადამიანი ცხონდა გადარჩა და ეს არის ის უდიდესი გეგმის ნაწილი რაც არის ზოგადად
ცხონება უფალსაც უნდა ყველა ცხონება და ყველას გადარჩენა სურს. ну დღეს იგიც შეიძლება რჩება ხოლმე მამაო რომ ამათ უნდა თავის ნებაზე ყველა მიაროს და მე შემდეგ კიდე პრეტენზიები გამოთქვა ხოლმე აუ მე რატო ღმერთო და ხშირად მე თვითონაც პირადად ჩემ თავსაც უსმენ ხოლმე მაგ კითხვა აუ ღმერთო რატო რაღაცა მაგრამ მე თუმცა ვიხსენებ ხოლმე შემდეგ და უყურებს იგივე წმინდა გიორგის ცხოვრებას და ქეთევან წამებულს და ასე უამრავი შეიძლება ჩამოთვალო და მე შეიძლება რომ ჩემ თავი ანუგეშო ხოლმე რომ განა ისინი რო უყვარდა ეგრევე ვინ უყვარდა ხმის მაგრამ ცხონება არის თვითონ ისეთი რომ ძნელად მოსაპოვარი ხო მამა ის იმ ადამიანებისთვის ისევ და ამავე დროს ერთი აუცილებელი რომ უნდა გქონდეს იმის აუცილებელი რწმენა რომ უფალი ამას შეგვაძლებინებს ისე ჯვარს არ აუკიდებს ისი ტარებაც არ შეგვიძლია თუნდაც იმ წამების მომენტში ჩვენ ქართულ ჰაგიოგრაფიას თუ გადავხედავთ ძალიან განსხვავდება დასავლური ევროპული ჰაგიოგრაფიისგან იცით წმინდა ზამებისგან იქ აპელირება ხდება წამების იარაღებზე იმ საშინელებებზე და იმ სიმწარეზე რასაც განიცდის ვთქვათ ადამიანის ხორცი როდესაც ის ეწამება მაგრამ აი ჩვენთან უფრო როგორ არის იცი ჩვენთან ჩვენ ვიცით ქეთევანძამებულს აწამებდნენ მაგრამ ის ამოდის ლოცულობდა ანუ როგორ შეიძლება ვთქვათ აი ფიზიოლოგიურად ან სამედიცინო ვთქვათ თვალთახედვით ადამიანს ჩამოაცვა რაღაც გახურებული რაღაც ქვაბი და ამ დროს მას შეერჩეს გონება ხო ანუ უფალი არის მის გვერდით უფალი მარჯულ ჩემს არს რაით არა შევიძრა ხო ეს არის ჩვენთან რომ ესე იგი უფალი შენს გვერდით არის შენ რა თქმა უნდა მოწამეობრივ გვირგვინს იდგამს სრულფასოვნად გვირგვინს იდგამს მაგრამ ამ დროს უფალი შენს ხელი მარჯვნივ შენთან როგორც წმინდა გიორგის უთხრა ნუ გეშინია გიორგი მე შენთან ვარ აბოთვილეთან გვაქვს რომ უფალი მარჯვნივ ჩემს არს ვიცი მე გძნობს აბო რომ ანუ ესე იგი აძლიერებს უფალი იმ წამების დროს ერთი წამით არ ტოვებს მასთან არის და ეს წამება არის რა თქმა უნდა მოწამეობრივ გვირგვინის მომტანი მაგრამ ატანადი ხდება ასატანი ხდება და ქართულ ჰაგიოგრაფიაში წამების ელემენტებს და იმას ნაკლები ყურადღება ექცევა მის სულიერ სიძლიერეს ამ დროს დიდი ყურადღება და რა თქმა უნდა ჩვენ უფალი ჩვენგან მოითხოვს ყოველდღე მზაობას აი როგორც მაგალითად მოითხოვდა ა ブラ ამისაგან რომ დაინახა მაშინ მზაობა რომ ის მზად არის თავისი შვილი შეწიროს უფალს და აღარ არის საჭირო ეს უთხრა ხო უკვე შეწირულია ის ფაქტობრივად იმიტომ რომ ის თუ შენ უკვე დაინახავს უფალი იმას რომ შენ მზად ხარ თავი გაწირო რა თქმა უნდა გვერდი დაგიდგებოდა მაგრამ ადამიანურ წამებასაც აკატანებს ანუ საშიში არაფერია როცა უფალი შენთან არის საშიში არაფერია საშიში მე იწყება როცა უფალს კარგავთ ანუ ჩვენ ვიკარგებით თორე უფალი არის უფალი სულ ჩვენთან არის ძალიან დიდი მადლობა მამაო და იმ ადამიანებს შეიძლება რომ უთხრათ ესე რომ სიტყვაზე აი ვინც არ უნდა მეატოვოს ვინც არ უნდა შეიძლება რაღაც გული გაუცროს ან რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს ყველამ შეიძლება დატოვოს მაგრამ უფალი არასოდეს არ დატოვებს აი რაც არ უნდა ცუდაში იყოს ხომ ადამიანს რა თქმა უნდა უფალი არასოდეს არ დატოვებს ადამიანს შეიძლება ყველაფერი დაკარგოს და ყველაფერი დაკარგოს აი პატრიარქის ერთ-ერთი ეს მახსენდება გამონათქვამი როდესაც ის გვიყვებოდა ჩვენ როცა სემინარიაში ვსწავლობდით აკადემიაში ეს ხედ მოსწეთ რაღაც მოგვიყვა პატრიარქმა რომ ქალს დაეწვა მთელი სახლი ყველაფერი დაეწვა მარტო გადარჩა ერთი როიალიო და იქ სუფლის საგალობელი დაუკრა როიალზე და უთხარა უფალო მადლობა იმისათვის რომ მე ყველაფერი დავკარგი მაგრამ შენ არ დამიკარგი ხარ ანუ შენ ჩემთან ხარ თავარი ეს არის რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ უნდა მივიდეთ იმ ქალის სულიერ სიმაღლეზე ახლა ეს ადვილიც არ არის იმის გაკეთება რა თქმა უნდა მაგრამ ასე სულ ასე თქვათ თუ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი ვერასოდეს ვერ ისწავლის ამ ყველაფერს ხო რა თქმა უნდა გადავდგოთ ნაბიჯი და უნდა შევეცადოთ ვიყავით თქვენ სრულიად ერთ ამამალი თქვენ ზეცად არის სრულ და არც აგვაქვს ჩვენ ასეთი ჯულდება მოცემული ასე სიტყვები და თუ არ ვეცადეთ და არ გადავდგით ნაბიჯი მაშინ იმის ძახება რომ მე სუსტი ვარ მე არაობა ვარ მე ამას ვერასოდეს ვერ შევძლებ ეს არ არის ისინი ზუსტად ჩვენარი ადამიანები იყვნენ ვინც შეძლებს ასეთი რაღაც არაფერი იმათ ზედმეტი არ კონდათ ხო ორი ხელი ორი ფეხი ერთი თავი და ერთი სული კონდათ იმათაც ხო ისევე განიცდიდნენ ტკივილს როგორ ჩვენ განვესწრით მაგრამ ეს შეძლეს ესე იგი რახან მათ შეძლეს ეს შესაძლებელია მაგრამ ჩვენ არა რაც შეუძლებელია ადამიანისგან ის შესაძლებელია უფლისგან უფალი შეგვაძლებინებს ძალიან დიდი მადლობა მამაო აუ კი ერთი მინდა რომ კითხოთ რომ აი ხშირად ძალიან ბევრი ადამიანს ეხა ალბათ ვინც მისმენს თითქმის ყველას აქვს ეს პრობლემა 90%-ს მაინც რომ აი ხომ არ ხდება გარკვეულწილად რომ აი ესე თხოვნა მე მობეზრებაში გადაგდის სიტყვაზე და შენ რა თქმა უნდა ადამიანი ისეთ ხიბშია რომ სულ ყველას გონია რომ აი მე ისე ლოცულობთ და აი ნებისმიერს რომ დაუძახო მაცადე ლოცულობ და რაღაც ისე გონია მაგრამ ხომ არ ხდება გარკვეულწილად ის რომ აი მოლოდინის რეჟიმში უფალი იმიტომ არ გვისრულებს იმ თხოვნას რომ
ჩვენ მისგან არ დავიკარგოთ, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, ჩემ ბევრ მეგობარს მე გარედან ვაკვირდები და პირადად ჩემზეც არის, რომ რაღაცა ამხდენია და წავსულ ისე დავკარგულ ვარ ეკლესიიდან, მამო, აი ეს ვითომ ამახდენი რაღაცაში, ხო, ისე დავკარგულ ვარ, რომ ხომ არ ხდება ეს გარკვეულწილად, იმიტომ იწელება ჩვენი სურვილი სიტყვაზე და რა თქმა უნდა, უფალმა თვითონ იცის, როგორ წარმართავს ყოველივე საკეთილოდ. უფალი ბოროტსაც კი ყოველთვის საკეთილოდ წარმართავს. სადაც გამრავლდეს ცოდვა, მუნუფლუის გარდა ემატოს მადლის სული საწმინდისაო და რა თქმა უნდა, უფალს მიზანი უფლის არის ადამიანის სულის ცხონება, ხო? უფალმა ყველაფერი წინას არ უწყის, რა თქმა უნდა. და უწყის რა თქმა უნდა ის თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენ თუნდაც იმ ჩვენს მიერ აღსრულებულ თხოვნას და თუ რა თქმა უნდა ამ უფლის აღსრულებულ თხოვნაზე ჩვენ უარყოფითი პასუხი გვექნება და ჩვენ გაგვაამაყებს და გაგვაუბედურებს და სულ დაგვაკარგუნებს ეკლესიას რა თქმა უნდა უფალმა თავისი წინასწარმცოდნეობის მადლით და ძალით ასე რა თქმა უნდა მას არ შეგვისრულებს რომ ეს რა თქმა უნდა ასე ხდება მეც მინახავს მე ძალიან მცირე გამოცდილება მაქვს სასულიერო პირობის ასე თქვა რომ მაგრამ მე ჩემი ასე თქვა თუ უმცირესი გამოცდილებიდან გამომდინარე არის ეს შემთხვევა როცა ადამიანები მოდიან ითხოვენ უფალთან ითხოვენ ძალიან მძიმე სათხოვრო და საბედრებელი აქვს და მთელი გულით ითხოვენ და უსრულებს უფალი შეუსრულდა უფალმა გამოიყვანა უმძიმესი პრობლემიდან და დაიკარგა საერთოდ დაყრდნოდეს ეკლესიაში და ეს რაღაცა არის საოცარი უმადურება რა თქმა უნდა ზოგადად ცოდვა და მით უმეტეს როდესაც შენ არ უპასუხებ მადლობით და პირიქმადურებით პასუხებს უფალს ეს არის საოცარი ცოდვა და მას ჯობია რომ არ შეგესრულდეს ეს სათხოვარი ვიდრე ამ საშინელ ცოდვაში არ გადავარდე ამ უმადურების ცოდვაში ხო უფალმა ხო წინასწარ იცის ეს ყველაფერი და ხშირად რა თქმა უნდა შეიძლება რა თქმა უნდა ამასაც კონდეს თავისი არსებობის უფლება იმას რაც თქვენს ბრძანეთ რომ ესე იგი უფრო უარესოდვაში ვარ ჩავარდეს ადამიანი იმიტომ ხანდახან ზოგ შემთხვევაში არის ეს რა თქმა უნდა ესეთი ნიუანსებია რომელიც არის თითოეულ ადამიანს რაღაც ახასიათებს რაღაც კონკრეტული სათხოვარი უფალმა რა თქმა უნდა არ შეუსრულოს თუნდაც მისი სულიერი კეთილდღეობისათვის ეს რა თქმა უნდა ამას შეიძლება ასეთი მომენტები ხო დიდი მადლობა მამო ზარი არის გისმენთ ალო გისმენთ საღამოშიდობის თუ შეიძლება რაღაც კითხვა მაქვს თქვენთან გისმენთ გისმენთ შეიძლება მიახლოვებით ვინც არის მაგრამ შეიძლება ამ თემაში არ ჯდება ჩემი კითხვა მაგრამ მამაოს მინდა ვკითხო ერთი რომ აი გართულებულია ძალიან მდგომარეობა ბანკებს და საზოგადოებას შორის და აი როგორ ბრძანდებით ბატონო გია ბანკებს არის მამაო ერთი კითხვა მაქვს ესეთი რომ აი დამოკიდებულება არ შეიძლება რაღაც ხო ეკლესიას რო ჩაერიოს იმის თაობაზე რასაც ბევრი ადამიანი სასოწარკვეთილებაში არის ამის გამო ზოგმა თავი დაიწვა ზოგი რაღაც კითხვა იყო თუ არ ვწდები ეგრე ეგეთი რომ ისა ვქვა ეხა ბანკებთან და იმასთან დაკავშირებითო ანუ ადამიანებს შორის და ესეთი პრობლემები რო ხდებაო რატომ და ეკლესია თუ შეიძლება რომ ამაში ჩაერიონ სიტყვაზე სასულიერო პირები ან ეკლესიამ რაღაც შუადღეობა მე შემეშალა წერა სამწუხაროდ როგორი რაღაცაცი ამას ახლა ეკლესიას ესე შუამდგომლობაზე ვერ ვიტყვი მაგრამ მე არ მაქვს ამის თქვა კომპეტენცია და ამ საკითხები ვერ ყვები ამ საკითხში, მაგრამ აი ზოგადად ის რაც ბანკთან ურთიერთობა იქნება ეს თუ ნებისმიერ თქვა რაიმე საზოგადოებრივ დაწესებულებასთან ურთიერთობა რასთან ურთიერთობამაც ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ასე თქვა სასოწარკვეთილებამდე, უბედურებამდე, ხო? რა თქმა უნდა, თუ ადამიანი დადის ტაძარში და ყავს მოძღვარი და აქვს მასთან ურთიერთობა, ხომ, ის პიროვნულად ყოველნაირად შეეცდება მოძღვარი, რომ ადამიანს ურჩიოს და ადამიანი ასე თქვა რჩევის ქვეშ ამყოფოს, მასთან ერთად იყოს. ანუ ეს თქვა იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანოს რამენაირად, რომ ასე იგი ადამიანის მიესეს საფუძველი ადამიანს ამ სასოწარკვეთილების და უბედურების. ხო, ეხლა ბანკთან არ ვიცი, ხა რას გულისხმობ ეს ადამიანი თქვა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ ხანდახან ადამიანებს გამოაქვს რაღაცა სესხი, მერე ვერ იხდიან და ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და უბედურებაში და საერთოდ გასაღები არის ერთი.
ეს არის შედეგი ზოგადად იმისი, რომ თუ ჩვენ დავგარგეთ უფალი, თუ არ გვაქვს უფალთან არანაირი ურთიერთობა, თუ არ გვაქვს ურთიერთობა ეკლესიასთან, არ გვაქვს ურთიერთობა მოძღვართან, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენს ცხოვრებაში მრავლდება განსაცდელები. ეს განსაცდელი არის უამრავი. ყველა უნდა შეიძლება შემოვიდეს ეს განსაცდელი. არა მარტო ბანკიდან, ყველა მხრიდან. და თუ სწორად გვაქვს ურთიერთობა უფალთან, მაშინ ეს განსაცდელი მინიმუმამდე არის დაყვანილი. ზოგადად და უფალი ეკლესია ამ მხრივ რა თქმა უნდა ჩაერება, თითოეული მოძღვარი ერება ამაში ურთიერთობაში ადამიანსა და იმ რაღაცას შორის, რამაც შეიძლება ასე ვთქვათ ადამიანის უბედურება მოუტანოს, მაგრამ ეს ადამიანის უშუალო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ხა ზოგადად როგორ უნდა მოხდეს ახლა ამისთვის რომ ვთქვათ ეკლესია ჩაერიოს ამ მდგომარეობაში, ხაზა ჩემთვის რაღაც ამ მომენტში გაუგებარია. არა, აი, მამაო, სიტყვაზე აი იმ ხრივაც თქვა, რომ სიტყვაზე მე ვიცი რეკავდა, უბრალოდ უფლება არ ვიცი, მაქვს თუ არა დავსვა კიდე ისე დავასახელო. ძალიან ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი და ძალიან ისეთი თქვენც გიყვართ, დარწმუნებული ვარ და იცნობთ, უბრალოდ არ ვიცი, ახანც არ თქვა, არ დავასახელო. უბრალოდ რასთან დაკავშირებით იცით, მამაო, აი ძალიან ბევრ სიტყვაზე აი მე ვახშებს, ამ ბანკირებს რაღაცა ხედავთ ხოლმე სიტყვაზე ეკლესიაში. აი უფლება აქვს თუ არა რომ სიტყვაზე იმან აი სიტყვაზე იგივე ეკლესიაში ვხედავთ მისგან გამწარებულ სხვა ადამიანს გვერდზე დგომს ხო და აი ამ ბანკირსაც აი ხანდახან ხდება ხო აი რაღაც უხერხულ კითხვას გისმენთ მე მგონი და გადავიდე ხო ჯობია თუ აი არა მითხარით აბა რა ხო და აი ხედავთ ხოლმე აი ხო არ არის რომ ის ხო შეიძლება რომ სიტყვაზე აი რაღაცა ეკლესიამ უთხრას რომ სიტყვაზე აი ამათი შემოსვლა აქ არ შეიძლება ვინაიდან მართალია რომ ეხა ყველასთვის ღია არის ღვთის კარი და ღმერთთან მოდის ეგ, მაგრამ ის ადამიანი, მაგრამ აი ხო არის შემთხვევები, მამაო, ძალიან ბევრ ადამიანს აი სახლებს ართმევენ და ის აი ძალიან ცუდ დღეში ეხდებიან და ამ ადამიანებს ხედავთ აი ძალიან ის წინა ფლანგზე ხანდახან რა და აი ამასთან დაკავშირებით დასვა კითხვა რა და უბრალოდ ვერ აი ზარი არის კიდე. თუ გნებავთ მამაო, გაიცით ამაზე პასუხი თუ არა და აი რა ვიცი, როგორ თქვენ გნებავთ? არა, ჩემი აზრი ზოგადად ასეთია, რომ ადამიანი რომელიც ჩადის ცოდვას ეს ბანკირი იქნება თუ ფეხბურთელი იქნება თუ მომღერალი იქნება თუ ვინც იქნება ამწარებს მაგალითად სხვა ადამიანს ხო ეს რა თქმა უნდა ცოდვა და ცოდვა მიუღებელია ეკლესიისათვის ცოდვილი ადამიანი იმ შემთხვევაშია მისაღები ეკლესიისათვის როდესაც ის ინანიებს ცოდვას მიდის ეკლესიაში როგორც მონანული და ეკლესია და უღებს მას კარებს რა თქმა უნდა და თუ გურწფელია სინანული რა თქმა უნდა ასეთ ადამიანს მიიხუტებს და გარეთ არ გამოაგდეს ეს ხო და ესე იგი შეეცდება რომ რამდენადაც გურწფელია მის სინანულის ხარისხი რამდენადაც არის ძლიერი, ასე ვთქვათ, იმდენად მოვიდეს, ასე ვთქვათ, მასზე შენდობის მადლი, ხო, ზოგადად. და ახლა სხვა მხრივ არ ვიცი, ასე ვთქვათ, მე ვერ ვარ მე იმ საქმეში, ასე ვთქვათ, არა ვარ მე კომპეტენტური, რამდენად შეიძლება მაგალითად ეკლესიამ გადაწყვიტოს ეს პრობლემა, რაც არის საზოგადოებასა და ბანკს შორის. ეს ზოგადად მე ასე მგონია რომ ზოგადად არის ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემა მთლიანად და თუ არის ესეთი პრობლემა და ამას ზოგადად უნდა მიხედოს თითოეულმა ადამიანმა და ეკლესიის როლი ამ საქმეში მე მაინც მგონია იქნება რომ შენ ადამიანო რომ არ ჩავარდე განსაცდელში და რომ რაღაცა შენს გარშემო არ დაიხუროს ყველაფერი არ გაუბედურდი არ გამწარდე ამისათვის თავარია შენ უფალი იპოვო და უფალი არ მოგცეს იმის საშუალებას რომ შენ ასე ვთქვათ მიიდრიგო უბედურების თუ განსაცდელში გაგდებს ისიც იმიტომ გაგდებს რომ გამოფხიზლდე ხო რამენაირად და ეს განსაცდელი შენთვის გამოსაფხიზლებელია ანუ მე ასე მგონია მე ასე მწამს ასე მჯერა რომ ადამიანი უფალთან ურთიერთობაში და ერთობაში მიაღწევს სრულ სიმშვიდეს და ესე იგი დაცულია ზოგადად ხილული და უხილავი მტრებისაგან ახლა მე იმას კი არ ვამბობ რომ ახლა მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი მაგალითად ვიცნობ მე თვითონ ადამიანებს ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ ბანკში და აღსარებასაც აბარებენ და ძალიან კარგი ადამიანები ძალიან კარგი ადამიანები ბევრი ადამიანს დახმარებიან მე ესეც ვიცი და ხო ძალაუნებურად ხო არიან ეს ადამიანები ხაი მევახშეობის იმაში არიან ხო წიაღში ხო ეს არ სულას მამაო თუ შეიძლება და ის გისმენთ აიო საღამომშვიდობისა გამარჯობათ დამლოცეთ მამაო ღმერთმა დაგლოცოთ მამაო ერთი ასეთი პრობლემა მაქვს ერთი ორი თვია ღამე ძილისი რაღაცა ძალა მეცხადება არ ვიცი ბოროტია თუ კეთილი საწოლის ქვეშ იწყებს ხევაც საწოლისას მე ამოდის ქეხებთან სუბუქად ჯდება კედლისკენ თუ გადაუბრუნდები მე კედელსა და საწოლს შუა ჯდება ძალიან სუბუქია და არ ვიცი როგორ მოვიქცე რა უთხრა რა ველაპარაკო ჩემ მოძღვარს უთხარი და მან მითხრა
შეიძლება უფლის ანგელოზია ჩვენ ხომ არ ვიცითო ილოცეო სუბუქია ქალბატონო მე მაინტერესებს აი როგორ მოვიქცე რამე უნდა ველაპარაკო რომ მოდის შიშა არა ვარ შიშით არ მეშინია აი რა უნდა გავაკეთო მე თუ მეკითხებით ქალბატონო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა რომ ყველაზე მცირე სულ მცირე მაინც გმართებს საოცარი სიფრთხილე ამასთან დაკავშირებით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ რაღაცის მიღება უფლის ანგელოზად ეს გამორიცხულია იმიტომ რომ უფლის ანგელოზია რომც იყოს ხანდახან ადამიანს რომ ეცხადება რაღაცა ჯობია თავმდაბლობით არ მივიღოთ ეს უფლის ანგელოზად და ამით უფალს ჩვენ დავამტკიცოთ რომ მე თავმდაბლობის გამო არ ვიღებ ამას იმის გამო რომ თავს არ ვრაცხე იმის ასე ვთქვათ სულიერად ისეთ სიმაღლეზე მყოფად რომ უფლის ანგელოზი გავამეცხადოს ჯობია სიფრთხილით მივიღოთ ეს და უფალს უთხრათ რომ მე არა ვარ ამის ღირსი უფალ რომ შენი ანგელოზი გავამეცხადოს და მომაშორე ეს რაც მყავს და უფალი ამას თავმდაბლობაში ჩაგვითვლის და არ გაბრაზდება ამაზე ვიდრე ის რომ აი ჩავთვალოთ უფლის ანგელოზად და ხანდახან ნათლის ანგელოზის სახით მაგალითად ქრისტეს სახეც კი მიუღია ხანდახან ბოროს და შემდეგ როცა ჩათვლის ადამიანი და მიიღებს ანუ პრობლემა მასია ადამიანი თავს ხანდახან თვლის იმის ღირსად რომ მიიღოს უფლის გამოცხადება უფლისგან და როცა უკვე ჩათვლი ამ პარტავნების გამო თავს ღირსად ამისა რომ ნამდვილად შენ უფლის გამოცხადების მიმღები ხარ მე ის გამოცხადება უკვე თავის ნიღაბს ჩამოიცლის და შეგვჭება ბოროტი და ეშმაკი მაგრამ ახლა ეს იმდენად უცნაური რაღაცაა თქვენაც მითხარით ახლა თუ ეს ნამდვილად არის რეალობა და ნამდვილად თქვენ ამას რეალურად განიცდით ესეც დასადგენია ხარ რამდენად ეს უკავშირდება ხო არ არის ეს რამე ასე ვთქვათ წარმოდგენა ადამიანის რაღაცა ფსიქოსომატური გადახრას ხო არ აქვს და თუ ნამდვილად რეალურად რაღაცა ასე ვთქვათ აქ საქმე არის რაღაცა ირეალურ სამყაროსთან და რაღაცა სულიერ სამყაროსთან არის დაკავშირებული მე უფრო მგონია რომ ეს არის რა თქმა უნდა ბოროტი იმიტომ რომ ასე ვთქვათ ასე უპრაკუნოთ უფლის ანგელოზები არ დადიან და ადამიანებს არ ასხდებიან საწოლზე უფლის ანგელოზი მხოლოდ მაშინ ეცხადება ადამიანს როდესაც უფლის ნებით რაიმე ვთქვათ გადასცემს რაღაცა უნდა ვთქვათ რაღაც უფლის ნება გადასცეს ისიც ძალიან წმინდა ადამიანებს ესეთ ხალხს რომლებიც გამორჩეული არიან თავისი ცხოვრების და არა ჩვენ ასეთ ცოდვილებს და ასეთ გაუბედურებულებს რომლებსაც ვთქვათ 21 საუკუნეში მოგვიწია ცხოვრება და რომლებიც თითოეულ წელს და თითოეულ წამს წესით უნდა ვატარებდეთ ლოცვაში და ცხრემლის ხრვაში და ესეთი ფუფუნება ნახდათ არა გვაქვს რომ ასე ვთქვათ ანგელოზები ასე ხშირად გვეცხადებოდნენ უბრალოდ თან ისე შეიძლება რაღაც სუბუქი დაისვა და ქალბატონო ღამე თან აი შეიძლება რომ მოჩვენებები არის ხოლმე ესეთი და ძალიან ბევრი მორწმუნეს აქვს და მაინც ფანჯრებს და იმას თუ შეამოწმებთ შეიძლება ნიავი იყოს ან ქარი და უბრალოდ სუბუქიო რა თქმა უნდა კარგია რომ მოძღვართან ურთიერთობა გაქვთ და მოძღვარს ილოცეთ და აღსარება თქვით და აღსარების მადლი და სიარების მადლი არის ყველაზე დიდი და თუ რაიმე რა თქმა უნდა ბოროტ ჩვენ იმედი უნდა გქონდეს და ლოცვის მადლით ეს ყველაფერი გავშორდება თუ ეს რა თქმა უნდა თუ რეალობაა და რაღაც ასე ვთქვათ ფსიქიკურ წარმოდგენებს თუ არ უახლოვდება და რაღაც თუ არ არის ეს როგორ ვთქვათ რაღაც ესეთი ჰალუცინაციების დონეზე თუ არ არის ეს ნამდვილად რეალობა ცალსახად შეიძლება აღნიშნოს რომ სადაც უფლის გამოცხადება სადაც ანგელოზია იქ არის ყველაფერი გაცნობიერებული ქრისტიანობა ზოგადად არის გაცნობიერებული სარწმუნოება ცნობიერი სარწმუნოება იქ არის ყველაფერი დალაგებული ყველაფერი ცხადი არანაირი ასე ვთქვათ ესე იგი ფარდები საიდუმლოებები რაღაც ასეთ რაღაცები ქრისტიანობას არ ახავს სადაც ქრისტიანობა სადაც სიჯანსაღია სადაც ღმერთია იქ არის ყველაფერი გაცხადებული ყველაფერი მშვიდი ყველაფერი კარგი სადაც უფალი სიმშვიდეა იქ შის ადგილი არ აქვს და სადაც არის შიში სადაც არის სტრესი დეპრესია იქ უფალი არ არის დიდი მადლობა მამო ზარი არის კიდე გისმენთ მოგესალმებით მამო და დამუცეთ მამო ერთმა დაგლოცოთ მადლობა დამინდა თქვა რაიცა ნახლა ესეთი საკითხები წამოიჭრა რომელიც აი ბანკირებს და ანუ იმ ადამიანებს შორის რომელიც მეორე სხვა ადამიანებს გამწამრე რომ ამწარებს აქტიურად თავისი პროფესიის თუ ან რაღაცის იმის მიხედვით ხეზე ხდება ხო მაგრამ ჩვენ ქადაგებისას დავუშვათ როცა უსვით ქადაგებს ძალიან სხვათა შორის ბევრი ვერ ნახულობს თავის მოძღვარს და სადღაც დაანშობს ეს საყთან ახლოს არის აიძებს იმ სულიერ თავის მამას რომელსაც გაუხსნის გულს მერტი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ხომ აქ სულიერ მამას აქვს იმის საშუალება რომ შეგვაყვაროს ერთმანეთი რომ ჩვენ ყველა ეს ჩვენი ქვეყანა ვაშინოთ და ისეთი საზოგადოება შევქმნათ რომ
ანუ ჩვენისგან მოდის ეს ყველაფერი, ჩვენი შრომით, ჩვენი შეგნებით და ღვთის დალოცვით აქტიურად ეს დიდი ესეთი დიდი ამოცანა დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. რა თქმა უნდა, მიზანდასახულება თითოეული მოძღვრის და თითოეული ადამიანის, ხოთაშორის პეტრე მოციქული ამბობს, რომ თითოეული მოძღვარი კი არა, თითოეული ქრისტიანი ადამიანი სულიერი გაგებით უკვე მღვდელია. იმიტომ რომ მას აქვს მიზანდასახულება, რომ ის სასიხარულო ამბავი, რაც უკავშირდება ქრისტეს მოსვლას, მკვდრეთის ესე იგი ჯვარცმას, მკვდრეთით აღდგომას და ჩვენს გამოხსნას, მაგრამ გამოგვიხსნა ჩვენ ცოდვის წყევისაგან და წარწმუნდისაგან, თითოეულმა ადამიანმა უნდა ახაროს ეს ყველას თანამდგომს, მეგობარს, ახლობალს და უმთავრესი ეს არის სიყვარული, რომელიც ჩვენში უნდა მოციქულობდეს თითოეულ ადამიანებში. ეგ არის ზუსტად ჩვენთვის ჩვენი დღევანდელი საზოგადოების პრობლემა, რომ ჩვენ ერთმანეთს გაურბივართ, ჩვენ ერთმანეთის გვეშინი არა და ჩვენ ძალიან მჭირდებით ერთმანეთს. თითოეულად მე ძალიან ბევრს სწავლობ თითოეული ადამიანისგან. მე ზეღან მეუბნებოდი გიორგის, რომ ძალიან ბევრს სწავლობ, თქვათ შენგან, შენი პიროვნებისგან და ანუ ესე იგი სულ გარშემო არის ესეთი ადამიანები, რომლებშიც რა თქმა უნდა არის უფლის სინათლე, უფლის ნაპერწკალი. შეიძლება ხანდახან ადამიანი რაღაც პროტებისგან მიიდრიგოს, მაგრამ არასოდეს მასში ბოლომდე არ ხრება უფლის ნაპერწკალი. ყოველთვის როგორც ნოდარდუმაძე ამბობდა, ადამიანი ხატი კი არ არისო, ქანდაკებასაც უნდა შემოვარო და მისი საუკეთესო მხარე დაინახო და იმ მხარით უნდა შეიყვარო ეს ადამიანი და ჩვენთვის სიყვარული რა თქმა უნდა გაძლიერდეს, აღზევდეს. ჩვენი საზოგადოებას შორის რომ არის ხით ჩატეხილობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ეს ხიდი უნდა რა თქმა უნდა ამოვისოს ამ სიყვარულის და არ უნდა შეუწყდეს ერთმანეთს, არ უნდა შეუწყდეს და უნდა უთხრათ ადამიანებს ხელი ჩავჭიდოთ, ქართველები ვართ, რა თქმა უნდა ერთმანეთი გვიყვარდეს უნდა და ეს რაღაცა მორიდება, კომპლექსი უნდა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს ვჭირდებით. ჩვენ ქუჩაში რომ მივდივართ და ერთმანეთს არ ვიცნობთ, აი მეტროში რომ ვართ, თუ ავტობუსში რომ ვართ ერთმანეთს აბსოლუტურად ისე არ ვიცნობთ, თითოეულ ადამიანს ვჭირდებით და ესე იგი შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული. იმიტომ რომ სადაც ღმერთის ქმნილება შეუძლებელია ღმერთის ქმნილებას სიყვარული არ შეეძლოს და რა თქმა უნდა ეს სიყვარული უნდა განვავითაროთ, ეს სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ და ამ სიყვარულმა მოვიყვანა ჩვენ დღევანდელობამდე ეს ერი, რომელსაც გადაშენება რა თქმა უნდა არ უწერია, იმიტომ რომ ეს ჩვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, გენოფონდი ქართველებისა თუ შინაგანი კოდი, ასე ვთქვათ, გადარჩენის, რა თქმა უნდა, უფლის ნება, ეს უფლის ხელდასხმა, ეს რა თქმა უნდა, უფლის წყალობა, უფლის სიყვარულია, მაგრამ ეს ჩვენ უნდა რაღაცნაირად ვაიძულოთ საკუთარ თავს, რომ არ შეგვიწყდეს ერთმანეთთან იმის აღიარების, რომ მეგობარო, ძმაო, დაო, შენ მე მჭირდები და მე შენ მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა მომო მობზანებისათვის. უბრალოდ აი მიახლოვებით ესეთი ის იყო გულისტკივილი, რადგან მამაო ჩვენ რადგან სულიერი მოძღვარი ბრძანდები ჩვენი და აი პოლიტიკაში აი ვერანაირად აი პოლიტიკური კითხვა იყო პრინციპში ეს კითხვა და ვერ გაგრევთ ვერანაირად. და ძალიან გული მწყდება რომ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით ისე იმათ ვერ მოვისმინეთ მამა, მაგრამ უბრალოდ ისეთი სტილის კითხვა იყო და ისეთი აი ბანკირებთან დაკავშირებით და აი ბანკის მართლობასთან ხა აი ძალიან გულდასაწყვეტია როცა ადიხარ აი სიტყვას ნებისმიერ ის თუ ორ ეკლესიაში მე თვითონ ვიყავი და აი პირველი ახლა ჩემ თავს ვrtყავ მე თვითონ ამას რომ ამბობ რომ იქ რაღაცა გამოთხოვრებული გასასვლელში ადამიანი იჭდა რომელმაც ბინა დაკარგა და რაღაცა და ამაზე ურიაზე არსებობს ეს არის საშინელება ეს არის ტრაგედია ხო ეს არის ცუდი რა თქმა უნდა ბანკის მართველები რო არიან და იქაში და იმაში ცოტა მე მგონი რაღაცა ხო და სულად მე ამას პასუხობ რომ არა აქვს მნიშვნელობა ბანკირი იქნები ფეხბურთელი იქნები თუ მომღერალი იქნები თუ ცადი ხარ ცუდს თუ ჩაგიდენია შენ თუ გაგიმწარებია ვინმე რა თქმა უნდა ეს უფლისათვის შეუძლებელია ეს უფლისათვის სათნო იყოს ხო შეუძლებელია კავშირი ქრისტესა და მამონას შორის ხო მაგრამ ჩვენ ყოველას გვაქვს მე ვფიქრობ იმის თქმა მინდა რომ საშუალება იმისი რომ ქრისტიანობის მეშვეობის საშუალებით მოვინანიოთ ეს ყველაფერი თუნდაც გავიხსენოთ ეს შემთხვევა ხო აი მათე მეზვერეს დროს რომ იყო ხო ცხონდა დღეს ეს ადამიანი იმის გამო რომ როდესაც ეს მეზვერე უნება თუ იმეს მე წავართვი რა მე მივაგებ 4 წელს და ესე ცხონდა თქვა უფალმა იმიტომ რომ ეს საშვილი აბრაამისი არის რა თქმა უნდა თუ ადამიანი გამოისყიდის იმ ცოდვას რასაც ჩაიდენს რომ სხვისი გამძარები ჩაუდენია თუ ის დანაშაულია ხო რა თქმა უნდა ეკლესია მაგრამ ხას მომაო ეს ეკლესია რა თქმა უნდა რომ სიტყვაზე აი ტაძარში ხა სიტყვაზე ძალიან 50 წამი დაგვრჩა და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ სამწუხაროდ ეკლესიამ ყოველთვის უნდა დააფიქსიროს და ჩემი აზრით აფიქსირებს და დააფიქსირებს რომ რა არის ცოდვა და რა არის მართლი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა, სადაც არის ცოდვა, სადაც არის დარღვევა, იქ ეკლესიამ ამხილოს კიდეც უნდა, მიუთითეს კიდეც უნდა და მაგრამ გამოსწორების შანსი უნდა დაუტოვოს. უნდა დაუტოვოს. რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა. მადლობა ძალიან დიდი მამაო.
მომბრძანებისათვის რაღაც ისე ბოლოს რაღაცნაირად ისე თემაში გადავზარდეთ. არა, როგორ კი გადავზარდეთ, ჩემთვის რაღაც სულ სასიამოვნოა შენ თან მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა. შენ ხარ მორწმუნე ადამიანი და გულმართალი ადამიანი ხარ და მე ვიცი რომ ასე თქვა შენ აგურს შეიტან. იმის საქმეში რასაც ქვია როგორც ერთ-ერთი კითხვას აზრი იყო ამაში რომ როგორ მოხდეს რომ ჩვენ შორის სიყვარული ასე თქვა აღზევდეს და განვითარდეს. გაიხარდა. დიდი მადლობა იქ თაურშაბათამდე გემშვიდობით მე გახლავართ გიორგი დარესელი საღამოს 9:00 ამ თემას განვაგრძობთ აუცილებლად რა. რა